კათოლიკურმა ეკლესიამ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წელს 5 აპრილს აღნიშნა. სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური დირიჟორობის მიმართულების გუნდმა საზეიმო კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე საეკლესიო აკადემიური მუსიკა, საგალობლები და საგანგებოდ ამ დღისთვის შერჩეული ორღანისტვის შექმნილი არიები შესრულდა. არის დიდი ტრადიცია ჩვენ ეკლესიაში, რომ შობა და აღდგომის დღეს იყოს ერთი კონცერტი. მე ვფიქრობ, რომ მუსიკა არის სულიერი საუბარი. განსაკუთრებული სულიერი რელიგიური მუსიკა გვაძლევს საშუალება, რომ ვიგრძნოთ ღმერთთან ვკოპნა. ამიტომ მე ყოველ წელიწადი, როცა ვინმე მოდის, რომ მაგალითად ამ წელს იყო ერთი ჯგუფი ეკლა, რომელიც მოვიდა და შევთავაზა, რომ აქ ასრულებდეს ეს კონცერტი, მე ძალიან ბედნიერი ვარ. ორღანის მუსიკა დიდად არ არის გავრცელებული საქართველოში, რადგან ვიცით, რომ საქართველო არის უფრო პოლიფონიური ქვეყანა, სადაც გავრცელებულია უფრო მრავალხმიანობა. და ამის მიხედვით მე ვფიქრობ, რომ საორღანო მუსიკა ძალიან სიახლეს შემოიტანს ჩვენ სოციუმში და გაამდიდრებს მუსიკალურ ცხოვრებას საქართველოში. ჩავრთე მთელი კონსერვატორიის გუნდი ქალბატონი ლია ჭონიშვილის დახმარებით. კონსერვატორიის სოლისტები, ჩემი თანაკურსელები, ჩემი კოლეგები, ღონისძიებაში გაჟღერდა ძალიან ბევრი საინტერესო ნაწარმოები, რომელიც წარმოადგენს მრავალ ეთნიკურ, მრავალკულტუროვან ფენებს, ასე როგორც კათოლიკური, სომხური, გერმანული ნაწარმოებები. სწორედ ასეთი მრავალფეროვანი პროგრამით აღნიშნეს კათოლიკეებმა აღდგომა. დღე, რომელიც ქრისტიანული სამყაროსთვის იესო ქრისტეს აღდგომას უკავშირდება და ახალი სიცოცხლის, განახლებისა და იმედის სიმბოლოდ მიიჩნევა. ღონისძიების მთავარი მიზანი იყო სხვადასხვა კონფესიისა და მსოფლმხედველობის ადამიანის გაერთიანება, რათა ერთად აღენიშნათ ორი მნიშვნელოვანი დღესასწაული: კათოლიკური აღდგომა და ბზობა.